არ გვინდა, სულ არ ნიშნავს, იმას რომ არმია არ გვინდა და კარგი არმია არ გვინდა. მაგრამ არასოდეს არ მქონია იმის ილუზია, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ სოფლიოს ბირთვული ქვეყანა დავაჩოქოთ და დავაძევოთ თუნდაც 9 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე. ვერ წარმომიდგენია საიდან ჩდება ასეთი წარმოდგენა, რომელიც რა გონებაში იბადება, როგორ ყალიბდება და მე რამდენიმე კაცი რო განიხილავს. მართლა გასაშვებად ეს როგორ მიიჩნიეს, მაგრამ რომ მიიჩნიეს ეს ფაქტი, ამას არ უნდა თვითმარჩული დაკითხვა, ამოვიღოთ ტელევიზიის მასალები, ამოვიღოთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, ეს ის არმია არ არის, მე ის თავისკარდალი არა ვარ, დღეს ჩვენ ასეთები და ისეთი შეერაღება გვაქვს. გაიხსენოთ წინა მინისტრის გამონათქვამები ახალი წლის შესახებ და სხვა. და მზადდებოდა აზრი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. და მზადდებოდა აზრი, გასულობდა ახლა იგულისხმებოდა, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირზე რუსეთს არ ვეუბნებოდით, მაგრამ მზადდებოდა აზრი, რომ რუსეთთან მოგვარებული არის ვითარება, ანუ რაღაცნაირად ჩვენ რუსეთს მოვატყუებთ და ამას გავაკეთებთ. ჭორების სახით ისმენია რაღაცები, მაგრამ დიდი მნიშვნელობა მგონი ჭორებს არ აქვს, რომლის მიხედვით პრეზიდენტის ბიძამ დაარწმუნა, რომ რუსეთის ფრონტზე იქნება სრული სიმშვიდე. მაგრამ მე ასეთი რამეების უკან გასცება ამის არ შემიძლია, ანუ ამას უბრალოდ ისე ვამბობ და არ მჯერა ასეთი ფაქტები. ერთი რამის უჯერა. საქართველოს პრეზიდენტი ან თვითონ იყო სხვების შეცდომაში შემყვანი, ან შეიყვანეს ეს პროცესი და მას სჯეროდა, რომ შეეძლო ოსეთის მიმართულების სამხედრო გამარჯვების მოპოვება, ეს არის ერთი, აფეროსიტის მაისურმა დაადასტურა და მეორე, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების რწმენა გადაედო სხვა ხელისუფლებებსაც. რუსეთის გარდა შეიძლება ვინმე სხვა მართლა დაიჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. იმიტომ რომ თავი არის გადაედვა და შეიძლებოდა უცებ აღმოჩენილი იყო, რომ ეს ძალიან სუსტია ამ მიმართულებით. რაც მოხდა მე და ვინ როგორი აღმოჩნდა და ვინ ასუსტი და ვინ ძლიერი, დღეს გარკვეულია. და თავად შეცდომა ჩვენი ხალხი უწლის მიხეილ სააკაშვილს ომის გამოწყებას და მის დაჭერებას. თუმცა ყველა არ არის გარკვეული, რომ ჩვენი მხარე, ქართული მხარე არის ამის ინიციატორი. მართლაც მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში ბოლო ხანების პუბლიკაციების 100% ველა ამტკიცებს, რომ საუნდტრედი არის მიხეილ სააკაშვილი, ხოლო რუსეთმა გასცა ეგრეთ წოდებული არაპროპორციული, ანუ არაადეკვატური პასუხი, ანუ უფრო ძლიერი პასუხი, ვიდრე ჩვენი წამოწყება იმსახურებდა. ეხლა ეს ისეთი რამ არის, რომელიც ამტკიცება ადრესულია. მე ძალიან მენიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომ ატაკისი ვერ გაერკვევა. ეს ძალიან საინტერესოა. სოფლიოში ჯერ არ მომხდარა ომი, რომელშიც ვერ გაერკვია ვინმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციას დღევანდელს აქვს რაღაც პრობლემები ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არასოდეს არ ეთყოდნენ ღიად და გაჭირვად გიგაბუკერიას ან ვინმეს, რომ ომი დაიწყებს და ბიჭებო ჩვენ ახავართ. ამის მე არ მჯერა, ამ თვალსაჩინო რა უნდა ბევრი რამ აქვს გუშინ შეცვლა. და გარდა ამისა, ბატონი ეროსის თითქმის მოწოდებული ინფორმაცია ხანდახან ატარებდა წმინდა ჟურნალისტურ ხასიათს. ეს არ იყო მხოლოდ ელჩის ნავატარაკები და მან ძალიან მოხერხებულად შემოაგდო რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით თემა, ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა შემოაგდო. უნდა გითხრათ, რომ როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იტალიაში წავიდა, მე მან თქვა მიზანი ამ წასვლის, რომლითაც ალბათ გული მოუყვა საქართველოს ყველა ენდოკრინოლოგს, დიეტოლოგს და მედიცინის მუშაკს, იმიტომ რომ დასაკლებად უცხოეთში წასვლა ეს უკვე მეტისმეტია. მე მგონი მიხეილ სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ მას ზოგჯერ უთქვამს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი რანგის კადრები, ამიტომ მე შემიძლია დავადასტურო, რომ ყავს, მაგრამ სააკაშვილს ეთყობა ეშინია, რომ ჩვენი ექიმები ჰიპოკრატესთვის დაიწყებენ და ინფორმაციას ინტრიგა მოყვა თუ უყურეთ თქვენ ბარიაში ძალიან საინტერესო ინფორმატორი საინტერესო გზავნილი გამოაგზავნა დაიკითხე არა ბანკი აი ამ დაკლება საჭიროა მიყიდა ხალხა არა ჩვენ ესე დიდერი ქვეყანა რომლის პრეზიდენტი გასახსენდა სადღაც ალპებში უნდა დარბოდეს 500 დარბის ნახევარი სპირიტი მაგრამ
საინტერესო იყო რომელი ჟურნალისტი ქალიო პირველი აქედან წაიყვანა თანაო. იქ გასავლელობა გახსომა უნდა გადაეღოს რაღაც. მე უნდა გითხრათ რომ სამწუხაროდ იმას ვერ გითხულობ ორდენალს თვითონაც, მაგრამ რა თქმა უნდა ეგეც საინტერესოა, თუმცა მე არ მგონია რომ ეს იმავე დონის ინფორმაცია იყოს რა თქვა, მაგრამ ჟურნალისტი როცა ხარ ბუნებით რა თქვა, ასეთ ან თუნდაც პოლიტიკოსი ასეთ რამ ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის იმიჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. უნდა გითხრათ რომ მე ძალიან სერიოზულად უყურებ იტალიის ეპიზოდს, გასტონის გამო არა, და არც ავტობის გამო და არც იმის გამო მეორეჯერ ასახსენა ბატონო მაეროსი თქვა რომ ვერ გაუძლო და გამოიქცა. მაგის გაძლევა საერთოდ ძნელია და ამიტომ მაინც ამას ვიდაობთ. ჩვენი პრეზიდენტი ისე იკლებს და ისე იმატებს 15-20 კილოს, რომ ხან ვერ ატყობს ხალხი, იმიტომ რომ უფრო გამხდარია და უფრო ნაკლებად გამხდარი არის, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ძალიან უნიშნულო იმასთან შედარებით, ამასთან დაკავშირებით მას გადაწყვეტილებები არ შეუძლია, მე მგონი სხვა ამბავი არის პრობლემატური, რაც კარგად თქვა ძალიან გითმარიშვილმა, ეს არის რომ არსებობს ხალხი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ყოველდღიურად უპასუხისმგებლო ფორმით. მიქრინავდა უფრო მოვიდა აზრად დედაქალაქის გადატანა, დაუძახა ეკონომიკის მინისტრს რაღაცა უთხრა, მან რა თქმა უნდა დღეს უარყო და სპეციალისტ მინდა გითხრათ რომ თავრობის სტომების ტრანსფერების დროს ჩვენთან ფილოლოგებს ესე იგი გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ აგერ ეკონომიკის მინისტრს თქვა ჩვენ კონედებს მიხედავთ ეს კონედები და უდედება ქართულის მასწავლებლებს ნუ 15 დიპლომის მერე ერთი საერთაშორისო სკოლა მაგაზე გაბრაზის რატო არ გაბრაზის სიტყვა ჯაშანი რუსულად ბრანიასნიშნა ბრანია ტანკავე ვესკა არის ჯაშან სატანკო ჯარები ხო ჩვენმა მინისტრმა ლეგენდარულმა ვანომერადის ბრონირებული თქვა ეს თქო და კომისიიდან მოდის ანგარიშვალდებულების ვანო ერადიშვილის ზეპირი გამოსვლები იმსახურებს დისერტაციას მე უბრალოდ არ მგონია რომ ეს იყოს ასეთ სერიოზული ხალხი უნდა ისწრებს და ამაზე მუშაობდეს მე მინდა თქვენს ეთერში თქვარი სახელობა იხმარო ასე ვთქვათ ძალიან ისეთი ფაქტში საკუთარ ბრონირების თქვა იცით არ მგონია რომ ბარბარიზმები ძალიან სახში იყოს ენისთვის ბრონირებული თქვა ოღონდ ომი არ დაიწყოს ეგ არ არის ისე დიდი პრობლემა სამწუხაროდ უნდა გითხრათ რომ პირველი შემთხვევა არ არის რატომ ჯერა მე ამისი რომ ასეთ რამეს სიტყვა იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩემი ყურის რაცმას გაგონილი ბათუმის დაბომბვას ვაპირებდა აჯერის რევოლუციის დროს იმის მერე მე არ მიკვირს სააკაშვილის ასეთი არაადეკვატური განცხადებებისა მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოება სანამ ფაქტის წინაშე არ დადგება და არ ნახავს ასმოს ამის დაჯერება ძნელია რომ შენი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა უპასუხისმგებლოდ და ხან იმაზე რა ქვია აგარაძე და ხან თვითონავში იღებს რაღაცა გადაწყვეტილებებს რომელიც ის ცოტა საგანგებოს ხდომას მაინც ითხოვს უშუალოდ შესასწავლია ხო შეიძლება გულეხა რეკლამაზე უნდა გავიდეთ მოდით რეკლამა საუბრობთ იგი ახლა პატონმალე მან რა ქვია ეროსი ყველა გვარი დაასახება იმ საიდუმლო სფერობაზე კოლკაშვილის ცეკას შენობაში ანუ მერაბეშვილი არ ესწრებოდა არ შეიძლება და ახლა რასოს მე ახლა უსმენდი ვანოს გამოსვლა ყველა გადაწყვეტილებების შემსრულებელი თუ არა 90% ეს ხასი ყოფილა ის თომაზე ვანო იყო თუ არა ეს ვერ დაუსვა ვაჭრად ეს შეკითხვა რა თქმა უნდა ვიცოდეს ვინ ღებულობს გადაწყვეტილებებს რასაც ეროსებზანებს და ის არის მოდა არტიკულირებდა ვანომერაბიშვილი ძალიან დამაფიქრებელია თუ ჩვენ მაყურებელი შემოიყვანს ბაზო მიერანდა რეკლამის შემდგომ გავცეთ პასუხი ისმენ დიახ ეთერში ხარ ისმენ ბატონო დავით ბატონო ლევან მოგესალმებით სასტუმრო ბახტრიონიდან თქვენი თაყვანისმცემლების უყურანი გაჭირებული არ ვიცი დევნილები გვეწოდება პოლივილები ვართ უბინავთ აფხაზეთიდან წარმოვიდგინეთ მე დიწილი ყველა გაგრიდანავთ
ძალიან გულდათუთქულები და გულდაწყვეტილები თქვენი თემიდან ძალიან შორს არ არის ეს თემა და ამიტომ რა ხდება ძალიან ამდენი ხანი ვარ ჩვენ სასტუმროში შემოსახლებული 9 წელიწადი ჩვენთვის კაცი შუს არ მოუხდება ყურადღება ამ დენმა წარამარა გვეთიშება ეს დენი არის ყველგან ცეცხლი დღემა წუხელი ისეთი მაგარი ცეცხლი ჩავაქვით მეტი არ შეიძლება ვრეკა სადაც არ დავრეკეთა ვისაც არ მივმართეთ ყველა იგნორირება. რის გამოჩნდება ცეცხლი საბატონო? რის გამოჩნდება ცეცხლი? ბატონო? ცეცხლი რის გამოჩნდება? დენი რა არის უწესრიგოდ, როცა დენი გადაყვანა, გადმოყვანა ხდება, დენი უწესრიგოდ არის, გვეთიშება, გამომშრალი არის ეს კაბელები, გამომშრალი არის გამცველები